მოგვითხრობ საბადა არხევის შროსან სამი და დღეს მეგობრებო ჩვენ ისე უკვე ტრადიციულად მივიდივართ ჩვენ საყვარელ ფერმერობის სამუშაოზე მაგიტომ მოითახლა ავიღოთ ჩვენი საყვარელი თოხი ასე ვთქვათ ახლა არ გავაგრძელოთ აი ასე ავიღოთ ხორბლის თესლი, ჭარხლის, კარტოფილი და სტაფილო და წავიდეთ ჩვენს ფერმებზე. დღეს პრინციპში მეგობრებო მე მაგ გასაკეთებია მხოლოდ ეს ფერმა. აი ეს ჟიძენიკოს და ბრასშები აქ ვერ გავაგებ არასოდეს ამ ჟიძენიკებს ტაქს მოეთახლა უნდა გავაკეთოთ ეს ფერმები და პრინციპში ამით დღეობით ჩემი სამუშაო იქნება ამოწურული ხო დღეს. ვინაიდან მეგობრებო თქვენ გახსოვთ წინა ვიდეოში მე გავაკეთე აბსოლუტურად ყველა ფერმა აი ამ ფერმის გარდა. ნუ პრინციპში ყველაფერი ნორმალად გააკეთეს ამ ჟიძენიკებმაც კი, იმიტომ შეხედეთ მეგობრებო ის ფერმა ჯერ კიდე არ გაიზარდა. მაგიტომ პრინციპში უკვე ამოწურულია ჩემი სამუშაო ამით და მაგიტომ მეგობრებო რაღაც მე არც კი დავინახე. მეგობრებო შეხედეთ ეს რა არის? ეს რა დებილობაა აქ? სტოპ. ჟიძენიკო შენ და ერთი კითხვა მაქვს და ეს შენ ააშენე ეს რაღაც სისულელი სახლი ეს საერთოდ რა არის? სამა მე თვითონაც არ ვიცი, მოკლედ ვიღაც ჟიძენიკმა აქ შენ სახლსა და ეკლესიას შორის ააშენა სახლი მიწისაგან წარმოიდგინე. აქ მოკლედ დაბინადრდა, თურმე მერთან უკვე ასე ვთქვათ მოგონებული აქვს ეს საქმე და არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ააშენა ასეთი რაღაც უცნაური სახლი. ჯერ ისე რომ გითხრა ჟიძენიკო ეს სახლი საერთოდ არ ხდება ჩვენი სოფლის სტილისტიკას ასე ვთქვათ. მეგობრებო შეხედეთ როგორ ჩვენ სოფლის ინფრასტრუქტურას როგორ ავნებს. მეგობრებო ეცოთ რაღაც რა წერია სოფლის სახლი? ანუ სოფლის სახლი? მეგობრებო რაღაც ვერ გავიგე. ვინ ააშენა ეს დებილობა ბოდიშ ვიხდი ასეთი იმითი ეს რა არის საერთოდ? აი წარმოიდგინეთ მეგობრებო ასეთი ლამაზი სოფელი და ეს სახლი. так, ну მოდით აბა დავაკავოთ და აბა ვკითხოთ თუ ვინმე არის. უკაცრავად მე ვარ საბა ისა მე ვარ გამოის თქვენი მეზობელი ამ სახლის მეზობელი ვარ. უკაცრავად так, მეგობრებო რაღაცა ვინ არ მიიღებს так, სტოპ. კარები ღია. так, მეგობრებო, ოკეი. რას ხედავთ აქ? ნუ ეს გითხრათ აი ტიპიური ნუბის შენებლობა. აი თითქოს აქ მეგობრებო მართლა ნუბი მოვიდა. ხო ესეთ ნუ ნუბი ყველა მისცა. ნუბი მოვიდა მინიკრაფტში და აქ აშენა რაღაც სახლი და დაბინავდა. არ მეგობრებო პრინციპში რო გითხრათ ჟიძენიკს უნდა ვუთხრა ის ვინც დაბინავდა აქ რომ მოაშოეს ეს სახლი. მე ავუშვებ ძალიან ლამაზ სახლს. ეს რა არის? так, ну რას ხედავთ რაღაც საწოლი так, წყლის ონკანი, так, გასაგებია. მეგობრებო შეხედეთ გამხმარი ბუჩქი. ნუბებს ძალიან უყვართ გამხმარი ბუჩქი. მეგობრებო აი ერთ-ერთი ლამაზი რამ რაც არის ამ სახლში ეს ყვავილი. მეგობრებო ხომ არ გადავარჩინო ეს ყვავილი, ხომ არ წავიღო ჩემს სახლში. ატო აქ დაიხოცება. так, დამტროული ნაკოვალნა, так, და წიგნის თავრები. ნუ ყველაფერი პრინციპში ყველაფერი უკვე გასაგები. მეგობრებო შეხედეთ ყუთი მიწაში მეგობრებო წარმოიდგინეთ. ნუ ხო აქ ნუბური так, სტოპ. რაღაც მეგობრებო უკვე მაოცებს ეს სახლი. ეს რას ნიშნავს? ასე ცუდ სახლში ხმლის, ამასის ხმალი და ერთი სტაკის სუნუდი გაგიჟება მეგობრებო. რას არ დაინახა ხო და მინიკრაფტში. так, სტოპ რა ხდება აქა? так, ну ერთი სტაკის სუნუდი უკვე მაოცებს როგორც მინიმუმ. საიდან მეგობრებო? ვინა ეს ჟიძენიკი? ასეთი ცუდი სახით და ერთი სტაკის სუნუდი. так, ალმასის ხმალი, так, და რაღაც წიგნები უყარს მგონი. რა წიგნია? წადი ღამეს სოფლის ტყეში გელოდები. так, სტოპ მეგობრებო რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. так, სტოპ და ეს რა არის? ტყვილა შემოხვიდი ამ სახლში. რა? და ბოლო რა? так, სტოპ. ის უნდები შენი ხელფასია.
Так, стоп, მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. Так, стоп, შეხეთ. ტყუილა შემოხვედი ამ სახლში. წადი ღამე სოფლის. Так, стоп, რომელი სოფლის ტყეში? აქა? იმ ტყეში? ნუ ხო ჩვენ ერთ-ერთი ტყე გვაქვს იქა. იქ აქ არის უბრალო ასე ვთქვათ მოედანი, მთებითა და რაღაცეები და ის არის ერთ-ერთი ჩვენი ტყე. Так, стоп, მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. მისტიკა ბრუნდება ჩემს სოფელში? ტყუილა შემოხვედი ჩემს სახლში. ეს ისუმრუდები შენი ხალხასიაო. Так, стоп, მეგობრებო, ამას ის ხმალი და ეს ისუმრუდები უნდა ავიღო და Так, стоп, მეგობრებო, ახლა უნდა წავიდე დროზე ჩემს სახლში და რაღაცები უნდა ვიფიქრო. რა შეიძლება ეს ნიშნავს? Так, стоп, თოხი თავის Так, стоп, ჯანდაბა. თოხი თავის ადგილას. Так, მეგობრებო, მგონი მისტიკა ბრუნდება მგონი ისევ ჩემს სოფელში. Так, რას შეიძლება ნიშნავდეს ესა? 3 წიგნი წადი ღამე სოფლის ტყეში. ეს ისურველი შენი ხალხასია და ტყუილა შემოხვედი ამ სახლში. ჯანდაბა მეგობრებო, ტყუილა! მართლა მეგობრებო, მგონი ტყუილა შემოვედი ამ სახლში. რა სახლია და ვინ აშენა რაც თავარია ეს სახლი ჩემს სოფელში? Так, მეგობრებო, მაგრამ თავარი კითხვა ერთია. რას მალავს ეს ტყე ჩემს სოფელთან? რას შეიძლება მალავდეს ეს საშინელი ტყე? Так, стоп, მეგობრებო, ისუმრუდები. ერთის დაკი ისუმრუდის შენი ხალხასიაო. ой, მეგობრებო, აი არ მინდა ძალიან გავება ამ სიტუაციაში, მაგრამ მე როგორც ასე ვთქვათ, სოფლის გადამრჩენი მჭირდება გავიგო რა ხდება მაგ სახლში. თორე ისე ვერაფერს ვერ გავიგებ. Так, скай, მაშინ მეგობრებო, როგორც მე გავიგე, უნდა დაველოდო ღამეს. ისე მეგობრებო, რომ გითხრათ სიმართლე, ძალიანაც და მეშინია. Так, скай, მეგობრებო, მოკეთ უნდა დაველოდო ახლა ღამეს. მოკეთ მეგობრებო, უკვე ღამდება და სიმართლე გითხრათ, ცოტა მაინც რაღაც შიში არის, ასე ვთქვათ, ჩემს გულში დამალული. ჯერ ესე ვიღაცა მააშენა ეს საიდუმლო სახლი, რომელიც მალავდა რაღაც საიდუმლოს მართლა, ამ წიგნებისა და ამ ისუმრუდების მაგვარი. მეგობრებო, ძალიან არ მინდა რომ გავება ამ საქმეში, მაგრამ შესაძლებელია სოფელი საფრთხეში იყოს, მაგიტომ მომიწევს ასეთ ლამაზ ღამეს წავიდი ამ საშიშ ტყეში. ძალიან დასაკველი არ მინდა, მაგრამ მომიწევს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თა მეგობრებო, რაც თავარია, მე ხო არც კი ვიცი სადღაც წავიდე. იქ თუ იქ. ნუ მოით მეგობრებო, პრინციპში აქ წავიდეთ. თავარია თხად ვიყო რასაკველია და ხმალი ხელში აუცილებლად, თორემ მე ეგრევე მოვცხობ ყველას აქა. თხად და რა. Так, არაფერი არ არის. Так, და მომატყუეს თუ ოპა მეგობრებო, რაღაც სინათლეა. Так, стоп, მეგობრებო. ეს თქვენ ვინახართ საერთოდ, ასეც ვიცოდი, რომ შენ იქნებოდი სამაზუსტად ის, ვინც დამეხმარებოდა ჩვენ. მოკლედ, შეხედე რა უნდა ქნა. ჩვენ ძალიან გვჭირდება სოფლის ისუმრუდები. შენი მთავარი მიზანი არის ის, რომ აიღო ახლა ეს ალბასის ხვალი, რომელიც შენ აიღე იმ ჩვენი სახლიდან, რომელიც ჩვენ ავაშენეთ და მოკლა ის შიწელიკები, რომლებიც არიან ციხეში. და ეს ისუმრუდები არის შენი ფული, არის შენი ასე ვთქვათ პრიზი, როდესაც მოკლავ ამ შიწელიკებს. იმის შემდეგ, რაც კი შენ მოკლავ ამ შიწელიკებს, აქედან გაქრები და აღარასოდეს აღარ შევხვდებით ერთმანეთს. გასაგებია? Так, стоп. და კაი, გასაგებია, მაგრამ თქვენ საერთოდ ვინახართ? შენთვის არ არის ახლა თავარი, შენთვის თავარია ის, რომ მოკლა ეს შიწელიკები და აიღო ეს ფული. всё, მეტი არაფერი შენ არ გეკადრება, გასაგებია? წადი ახლა და შეასრულე ეს დავალიანება. კაი, так, стоп, მეგობრებო, ერთი იდეა გამიშთა. Так, стоп და შიწელიკებო, стоп, მეგობრებო, ეს ჩემი სოფლის შიწელიკები არიან. Так, стоп, შიწელიკებო და რამდენი ხანია რაც აქ ხართ? საბა, მოხვედი ძლივს, ჩვენ მოკეთ აქ 2 დღე ვართ. აქ ძალიან ცუდი პირობები აქვს, თქო გადაგვარჩინე. Так, стоп, შიწელიკებო, მოკეთ ერთი იდეა მაქვს, ერთი მაგარი იდეა მაქვს. მე მოკეთ ახლა მალე გაგიღებთ თქვენ ციხეს, აი ამ ციხეს რა.
თქვენ მე მოკეთ ახლა ქვას აი ესე დავარტყამ ხმალს და თქვენ იყოიათ რომ ვითომ კლავთ, კაი? კაი, საბა, ყველაფერი გასაგებია. დაქს, მოდით ახლა სამ წამში დავიწყებ. 1 2 3. დაქ, სტოპ, მიდით, დროზე ახლა იყურეთ. რაშები, გთხოვ, არა, დაქს, შეძენგობა, დაქს, ახლა დაქს შენ თქვენს გამოდით და თქვენს გამოდით. დაქს, ახლა წავალ, დაქს, ოღონდ ჯერ აქ იყავით, გთხოვთ. Так, ну все, в принципе, მე შევასწორე თქვენი დავალიანება. მართლა და რაღაც მე არ მესმო და რაღაც ყვირილი. შენ რა გინდა ჩვენი მოტყუება? არა, так, стоп, მეგობრებო, დროს, არა, არ მინდა არაფერი. ხუხ, მეგობრებო. Так, ская. Так, მოკალი, так, შეძენგობა, გამოდით, დროზე, გამოდით. Так, მეგობრებო, რაღაც ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ 10 წუთის განმავლობაში. დღეს გამოის ჩვენ გადავარჩენთ ეს შიწელნიკები, მაგრამ მაინც მე ვერ მივხვდი რისთვის ააშენეს ამ შიწელნიკებმა ეს რაღაცა ციხე თუ რაც არის. Так, ну კაი მეგობრებო, რაც თავარია ჩვენ გადავარჩენთ ახლა ეს შიწელნიკები. მადლობა დიდი ვინ. Так, შიწელნიკო, დროზე გამოდით აქედან. აქ ძალიან სახიფათო ადგილია ახლა. Так, კაია, თქვენს გამოდით, так. მოგეთ მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, მე წავედი, ახლა უნდა გავანთავისუფლო ყველა შიწელნიკი აქედან. ნახვამდის.